მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ქალბატონი თეა, რომელიც არის მოტყუებული დედა და ეძებს 1996-იან ბიჭს ზესტაფონის სამშობიაროდან დაბადებულს. მოგვიყვება მის ამბავს, მის დეტალებს. ყველა მინდა კარგად მოისმინოთ და მოიქცეთ ისე, როგორც იქცევა თეა, იბრძოლოთ თქვენი შვილებისთვის, ამოიღოთ საბუთები, დაეხმაროთ სხვის შვილებს დატესტვაში, რომ აღმოვაჩინოთ სხვისი შვილებიც და ჩვენი შვილებიც მათ შორის. მოგესალმებით თეა. პირველ რიგში მინდა გკითხო, საიდან აიღე ეჭვი, რომ შენი შვილი შესაძლოა ყოფილიყო ცოცხალი? ჩემი სიზმრებიდან. მოგვიყევი. არ ვიცი როგორ დავხსნა მართლა არ ვიცი. ვისაც შეერა გაიგებს საძინებელში, ანუ საძინებლის კარებთან მოდიოდა ბიჭი. უსახოთ. რომლის სახესაც მე ვერ ხედავდი. და ქალის ხმა, რომელიც ეძახდა გიორგის, ეს ბიჭი ბრუნდებოდა უკან და მიდიოდა. მე დავაბრალე თითქოს ძმისშვილი მყავს დაღუპული და გიორგი ქვია და დავაბრალე მაგას, რომ ალბათ ვინერვიულე ამ ბავშვზე და დაახლოებით თვენახევრის მერე იგივე იყო. დაახლოებით თვენახევრის მერე რომ იგივე განმეორდა, რომ ოღონდ უფრო დიდხანს იყო. ესე საძინებლი, ისევ ჩემ საძინებელში, რა თქმა უნდა. და გიორგი. ისევ განწირული ქალის კივილი, გიორგი. მაგრამ აი აქ უკვე შეგვიქმნება აღარ იყო. ისევ იდგა და იდგა მიყურებდა. არ ვიცი მე რა საკვირდებოდა, რას მიყურებდა, ან ვინ იყო, მაგრამ დღესაც ვერ ხვდები რა იყო ეს. მე წავდა, როქა მეღვიძა ჩემ თავში, უბრალოდ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, რომ ამდენჯერ ერთი და იგივე ქალის ხმა, ერთი და იგივე ბიჭი, რომელსაც სახე არ უჩანს. აი საერთოდ სახეს ვერ ხედავ. მეორდება კი. და მაშინ თქვი რომ მეთქი მოდი გარდაცვალება მოვითხოვო, რომელიც არასოდეს არც კი მიფიქრია გარდაცვალებაზე, რადგან მე ვერანაირად ვერ მოვითხოვდი, იმიტომ რომ მე ბავშვი გამომატანეს გარდაცვლილი. დასაფლავებული არის ოჯახის სასაფლაოზე. კი, ბებიის გულზე. ამას ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი. წავედი იუსტიციის სახლში და აი აქ რა არ ვიცი ეს რა იყო, თითქოს ცაჩა მომექცა მართლა. კი, რომ გარდაცვალება არ ფიქსირდება. ბავშვის გარდაცვალება არსად ფიქსირდება, თუმცა რიგითობაში ეს ბავშვი ჩანს. კი, მიჩანს. დაურქმევიათ თქვენი მამის სახელი, რადგან მე მეტრიკა მქონდა, როცა ვიმშობიარე, მე ჩემი მეტრიკით ვიყავი. კი, 16 წლის. და ყავთ ესე გატარებული, პირადი ნომერი მაშინ არ ქონდა, თუმცა ეხლა რომ მოვითხოვეთ ბავშვის დაბადების მოწმობა, მინიჭებული გაქვს პირადი ნომერი, კი ბატონო. ჩემი პირადი ნომერია ყველგან მინიჭებული. პირადი ნომერი არის მინიჭებული. მე არ გამაჩნდა. მეტრიკით შევედი სამშობიაროში. დიახ. და აქვე ვთქვათ, რომ ბავშვის მამა, მეუღლე იყო წასული თავის დროზე, ცნობა მისცა სამშობიარო. კი, და სასწრაფოდ მოიტანეთ ბავშვის დაბადების მოწმობაო. საზანოში გაკეთდა ეს მოწმობა. საზანოს სარეგისტრაციო განყოფილებაში. საარქივო ჩანაწერებს მივადექით სამშობიარო სახლში, მაგრამ ზესტაფონის სამშობიარო როგორც ყველას ისევ გვეუბნება, რომ არ არსებობს, არ არის და სინამდვილეში რაც ხდება მალე გაირკვევა მანდ. მაქვს ეგაც. კი, რომ ხო, არქივში გაგიშვეს, არქივი თავის მხრივ პასუხობს, რომ არანაირი ჩანაწერები მან არ ინახება და არ გადმოუტანია სამშობიაროს. მას შემდეგ რაც თქვენ ცალკე განაცხადეთ, მეუღლემ ცალკე სხვადასხვა პასუხები გვაქვს, რომ სამივე სხვადასხვა პასუხები გვაქვს იმის თაობაზე, რომ თქვენ შემთხვევაში 96-98 წლების ჩანაწერებში არ აღმოჩნდა გარდაცვალების აქტო ჩანაწერი. მეუღლის შემთხვევაში იგივე წლებზე წერენ, რომ მიმართეს ქუთაისის და იმერეთის არის ქუთაისი მარტო. ხო, მეუღლესთან არის, რომ იმერეთის სამოქალაქო რეესტრის
არქივში დაიფურცლა ქვედა საზანოსა და ზესტაფონის მაჩის ბიუროს მიერ 96-დან 98 წლებში რეგისტრირებული გარდაცვალების ჩანაწერები და არსად არ ფიქსირდება ბავშვი გარდაცვლილად. საწაიყვანეს ბავშვი ძალიან კარგი შეკითხვა არის და მომდევნო საბუთი, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ, იყო დაბადების მოწმობის ასლი, იგივე არის და განმეორებითი წერია, ერთადერთი განსხვავება არის იმაში, რომ იუსტიციის პასუხის თანახმად 11 ივლისს არის მომხდარი 96 წელს გაცემული ცნობა სამშობიაროს მიერ დაბადების აქტის დასარეგისტრირებლად, ხოლო დაბადების მოწმობაში წერია 12 ივლისს და მეუღლეც 12 ივლისს არის წასული მისცეს და ხო, დაჩქარებული წესით მოიტანეს ასტრაფოთო, ხო? და ის დაბადების მოწმობა სად წაიღეთ? სამშობიარომ დაიტოვა. დაიტოვა სამშობიარო სახლმა. ამის შემდეგ რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს საბუთები, ხო, ასევე ვთქვათ, რომ თქვენ რატომღაც უცნაურად გადაგიყვანეს ქუთაისის ბავშვთა რეანიმაციაში, მხოლოდ მშობელი. კი, ცალ-ცალკე უნდა გადაგიყვანოთ, ამიტომ დაგვაჩქარებინეს ჩვენ დაბადების მოწმობის აღება და მოიტანეთ გავაფორმოთ, რომ თქვენ გადასაყვანი ხართ. კი ბატონო, წავიდა ბესო გააკეთა, მოიტანა და მითხრეს, რომ ბავშვი სუნთქვის პრობლემით. მეოთხე დღეს უკვე, რომ თითქოს სუნთქვის პრობლემით მოსაძლიერებელია და უნდა გაგწეროთ. გადამიყვანეს ერთი კვირა ვიყავი ქუთაისის ინკუბატორი ქვია რა, ეხა დებლოკია ამჟამად ინკუბატორში. მაგათაც მივმართე და ქალბატონი მორგოში აქვს პასუხობს, რომ რა თქმა უნდა ის სტაციონალური ჩანაწერები ინახება 5-15 წელი და მოკლებული ვარ შესაძლებლობას მოგაწოდოთ. მაგრამ ეხლა მინდა გითხრათ რეანიმაციაში თქვენ სად იყავით, როგორ პალატაში და ვისთან ერთად? რეანიმაციას ვერ დავარქმევ მაგ ადგილს, სადაც ჩვენ ვიყავით, ნამდვილად ვერ დავარქმევ, რადგან მე ამ დრომდე არასდროს არ გამიგია ისეთი, რომ ცოლები და ქმრები ერთად ყავდეთ გამომწყდეული ერთ ოთახში. მე ესეთი არ ვიცი. იმ პერიოდში ხა პატარა რომ ვიყავი, საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება ეგეთ რაღაცაზე, ალბათ ყველა რომ ძიმეა, ყველას რო შველა ჭირდება, ალბათ ერთმანეთის დახმარება და იმიტომ ვიყავით ყველა ერთად. თუმცა დაახლოებით 5-6 გოგო ვიყავით და ყველას ქმარი იქ იყო, გარდა ერთისა. მახსოვს ყველა ქალი მახსოვს. და ეს 96 წელს, როდესაც არავითარი დასწრება ოჯახის წევრის და მეუღლის არ იყო, აკრძალული იყო განსაკუთრებით მამაკაცების და ბავშვთა რეანიმაციაში გადაყავხართ თქვენ მეუღლესთან ერთად და პალატაში მარტო ჯამში მეუღლე არ ყოფილვართ, ის სხვისი მეუღლე და ფაქტიურად აი ცუდად გამოვიყენებ ახლა ამ სიტყვას, ქუჩის ბომჟები ვცხოვრობდით. ის ერთი კვირა. ქუჩის როგორც აი ესე ვთქვათ, აი ოთახიდან არ გვიშვებდნენ ჩვენ. ანუ კარები რომ გამეღო და გამოვსულიყავი, ამის უფლება არ მქონდა, იმიტომ ყველაფერი ოთახში უნდა გაგვეკეთებინა, დაბანა იქნებოდა, ჭამა იქნებოდა. ანუ ერთ ოთახში ანუ ფაქტიურად ყავდით ციხეში ჩაკეტილი. ესე ვფიქრობ, ეხლანდელი ჩემი გადასახედიდან ჩვენ ვიყავით იქ დამწყდეული ქალები. კი, და განწირულები. კი, ეხლა რომ ვფიქრობ, კი ბატონო. ამ დეტალზე მინდა ყურადღება გაამახვილოს, ვინც იმშობიარა 1996 წლის ივლისში. ივლისის თვეში და ვინც გადაყვანილი იქნა ქალაქ ქუთაისის რეანიმაციაში ბავშვის გარკვეული მიზეზის გამო. ბავშვს სახელი რა დაარქვით თქვენ? მე არაფერი. საერთოდ არაფერი არ დამირქმევია. და ეხლანდელ დაბადების მოწმობაში, რომელიც ამოვიღეთ, აღმოჩნდა, რომ მეტრიკა გადატანილი. ხო, რომ არის გადატანილი თქვენი მონაცემები. დაბადების მოწმობა ჩემი. ყოველივე ამის შემდეგ და ჩემი პირადი გამოცდილების შემდეგ იუსტიციას მივმართეთ, ვინ არის განცხადებელი დოკუმენტებზე და ვინ აწერს ხელს დახმარებით, თორე მე ამას არც მოვიფიქრებდი, რომ ეს შეიძლებოდა რომ ამეღო. და პასუხად მივიღეთ, რომ მეუღლის გარდა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერს არეგისტრირებს 11 ივლისს ვინმე გიორგი გრიგოლის ძე დევიძე, უცნობი მამაკაცი,
რომელსაც არანაირი შეხება ოჯახთან არ არა, ქონდა. საერთოდ არც ვიცი ვინ არის. წარმოდგენაც კი არ შემიძლია და ადამიანი ან ვიზუალი ვიცოდე, საერთოდ არ ვიცი ვინ არის. სასწაული შემთხვევა. პირველი არის ეხლა რომ ორი ადამიანს ხედავ მარეგისტრირებელს არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა ორი ადამიანის ერთის მეორის დამოწმების სახით იქ ყოფნა და ხელის მოწერა. ამ ბატონის მოკვლევა მიმდინარეობს, ვეძებთ ბიჭს, არ ვიცით როდის აყავთ გატარებული, შესაძლოა ყავდეთ 95 წლის ბოლოსაც გატარებული, ან 97 წლის დასაწყისშიც, რომელსაც უნდა ყავდეს ესეთი არაჩვეულებრივი დედა, ვიბრძვით ბოლომდე. ყველა ბიჭები, ვინც ხართ დაბადებული და იცით რომ ხართ აყვანილი, ძალიან გთხოვთ მოგმართეთ, ტესტთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება, დავტესტავთ. კი, აუცილებლად. დაგეხმარებით ყოველნაირად გვერდით დაგიდგებით. ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძალიან დიდი გამოძიება. ჩართული არიან სამართალდამცავი სტრუქტურებიც. ჩვენი მხრიდანაც გვაქვს დაწყებული გამოძიება, რომელიც ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში გაგვიყვანს ძალიან დიდ კვალზე. ასე რომ ყველა აღზრდელს, ყველა მეზობელს, დეიდებს და ბიცოლებს მოგიწოდებთ. ისევ და ისევ, ჩემს სიტყვებს ვიმეორებ, რომ ბავშვს უთხარით სიმართლე, მოიყვანეთ ჩვენამდე, ერთად გადავჭრათ ეს საშინელება, რაც დაატრიალეს ჩვენ და უნებურად, ესე ვთქვათ, საზიზღარმა, საშინელმა მედპერსონალმა, შესაძლოა ჩვენმა ახლობლებმა, რომელიც ჩვენ არ ვიცით ვინ არიან, მაგრამ ყველაფერი ძალიან მალე გამოაშკარავდება და სამართალი იზეიმებს. ასე იქნება ნამდვილად ვფიქრობ. გული მიგრძნობს, რომ ძალიან მალე უნდა გავიდე ბოლოში. გრძნობ. უფალმა გისმინოს, წარმატებებს გისურვებ ყველა ჩვენნაირ დედას, ყველა მოტყუებულ დედას, მოგიწოდეთ რომ დადექით ჩვენს გვერდით, მოძებნეთ. ყველა გზა გამონახეთ, რომ საბუთები გამოითხოვოთ და გამოიტანოთ. არც ერთი საბუთი არ დატოვოთ. ყველა კითხვაზე შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ და გამოიტანოთ ყველა საბუთი, რაც გაეჭვებთ. რაც არის გითხეთ, მოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ჩემი შვილი ცოცხალი ყოფილიყო. რადგან მე ფაქტიურად გამომატანეს. მოიძიეთ ყველაფერი, თუ რამე პატარა ეჭვიც კი გაგაჩნიათ, მოიძიეთ. აუცილებლად გაამართლებს, ზუსტად ვიცი, უფალი დაგვეხმარება, ჩვენ სწორედ გზით ვივლით. ყველას კარზე დავაკაკუნებ, ყველას კარს შევაღებ. არ გავჩერდები. კი. გავერთიანდეთ, აღზრდელებიც, ბიოლოგიური დედებიც. ვითხოვთ სიმართლეს და ვითხოვთ ჩვენი შვილების გამოჩენას. გამოგვიჩენთ, ყველასთვის იქნება ძალიან კარგი. არ გამოგვიჩენთ, უფალი მაინც გამოგვიჩენს ბავშვებს. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი გაერთიანება ვართ, ჩვენი რიგები არის ძალიან დიდი და ფაქტიურად ისე ვართ უკვე ადამიანებში, როგორც რეზუს უარყოფითი და დადებითი ფაქტორი, ესე ვართ მოპარული ბავშვების დედები. მეტ ინფორმაციას მოგაწოდებთ მომდევნო ვიდეოში, რა ხდება ჩვენსკენ. ყველას, ვისაც გაქვთ ინტერვიუს ჩაწერის სურვილი, შეგიძლიათ მოგწეროთ ადმინის ჩატში, ეძებეთ თქვენი შვილები, გვიყურეთ, იყავით ჩვენთან ერთად და იმოქმედეთ ჩვენი დარიგებებით. არ გაჩერდეთ.